ბუნებაში და ცხოვრებაში არსებობს იდეალური კომბინაციები, როდესაც სხვადასხვა ელემენტები აძლიერებენ ერთმანეთს. ტეკილა და ლიმონი, კოკაინი და $100-იანი კუპიურა, ქერა და შავკანიანი მუსიკა და ნახატები. და ეს ყველაფერი ჩვენ მეხსიერებაში ილექება. საიდან? უმთავრესად ფილმებიდან მიღებული განცდებით. ერთ-ერთი ასეთი კომბინაციაა ბანდიტი და მისტიკოსი. გაი რიჩი დიდი ხანია საკუთარ ფილმებში ეძებს სიღბალისა და შემთხვევისობის, ძალადობისა და სათნოების, სლენგური დიალოგების, მაფიოზების პაროდირების მომენტებს. და ის ყოველ ჯერზე აღმოაჩენს, რომ ამ ქაოსის უკან იმალება ბუნების ძალები. თითქოს და რაღაც ბერძნული ტრაგედიის მსგავსი, სადაც მძიმე ტრაგიკული ბედი ჩანაცვლებულია თაღლითული გამართლებით ან უბრალოდ იყვალით. Now today is Lenny's big day. Without me, you'd be waiting 5 to 10 years before you got permission to erect your arena. Secondly, with British laws it so Lenny. stands... How much? €7 million. It's my lucky picture. Yeah? Yeah. You like? Yeah. Man's got a living to make. I'll phone you in tomorrow. And he'll be in there like swimwear. Take care of him, Jackie. Lenny, you forgot your lighter. Nah, it can't be mine. It's got your name on it. როკ-ენ-როლა არის 2008 წლის კრიმინალური კომედია, რომლის რეჟისორიც გაი რიჩია. როლებში ჯერარდ ბატლერი, ტენდივე ნიუტონი, მარკ სტრონგი, იდრის ელბა, კარელ როდენი და სხვები. მოგეხსენებათ, რომ 3 წლის წინ გადაღებული რევოლვერის გამო ჯვარცმული რიჩი შეეცადა უფრო ბრძენი დაბრუნებოდა და შეეცვალა შედარებით მაინც თავის სტილი, რომელიც მე რომ მკითხო ძალიან უხდება სწორედაც ის სტილი, რომელიც აქვს ფილმ რევოლვერში. მაგრამ ამაზე არსებობს სხვა ვიდეო, ასევე გვაქვს ვიდეო თვითონ გაი რიჩის მოღვაწეობაზე, თხოვთ იღილოთ ეს ვიდეოები. კარტი, ფული და ორი ლულა 1998 წელს გამოშვებული და დიდი კუში 2000 წლის და როკ-ენ-როლა თითქოს და ტრილოგიასავით გამოდის. მაგრამ თუ ჩვენ ამას ესე ვიფიქრებთ, მაშინ 2019 წლის ჯენტლმენებიც უნდა იმსახურებდნენ ამ ტრილოგიაში ყოფნას. უბრალოდ ეს გაი რიჩის ნამდვილი სახეა, ხოლო ჰოლივუდში გადაღებული ფილმები უფრო საკასო წარმატებებისთვისაა. He had a set of keys to the house, didn't he? He just won't fucking die, that cockroach. That junkie's seen more funerals than a fucking undertaker. He's poison. I tell you, the next World War will have his name written all over it. Look. Don't forget to bravo. Daddy was a bank robber who never hurt nobody. Must be getting old. Oh, Looks like I'm seems a bit of competition here. What the hell move? That job's back on again. Ready, my room. Same time. Same place. როგორც ძველ კარგ დროს, რიჩი არ ამახვილებს ყურადღებას რომელიმე გმირზე. თანაბარ ყურადღებას უთმობს ფილმის ყველა მთავარ ფიგურას და როგორც ყოველთვის, არავის ყოფს კარგებად და ცუდებად. წინა ფილმების კომიკურმა აბსურდულობამ, ძველი თოფებითა და ბრილიანტების მჭამელი ძაღლით დაკარგა კომიქსების ელფერი. და აი ნამდვილი როკ-ენ-როლერი გაი რიჩი დიდი რეჟისორივით მუშაობს. ეკრანზე გამოსულმა ქაოსმა გასაკვირი ავთენტურობა შეიძინა. ამ ქაოსის უკან კი ფსიქოპატი ჯონი დგას. ადამიანთა შორის ეშმაკი. საუკეთესო დასტური იმისია, რომ ქაოსიდან დღევა შემოქმედებითი ძალებია. ნუ რა თქმა უნდა, რუსი ბანდიტები, ელეგანტური ფსიქოპატი ომოვიჩი, რომელიც ვიღაცას აშკარად გავს, ეშმაკი შექს ბუღალტერი ტენდი ნიუტონი და რა თქმა უნდა არჩი, შესანიშნავი მსახიობი მარკ სტრონგი. ფილმში სიუჟეტური ხაზი რამდენიმეა. ისინი მხოლოდ 2 ან თუნდაც 3 არ არის. ეს სიუჟეტები ნელ-ნელა ვითარდება. ისინი ერთად ქმნიან თანმიმდევრულ სურათს იმის შესახებ თუ რა ხდება.
ფილმში გამოყენებულ სხვადასხვა კარგ მუსიკასთან ერთად ასევე არის ცნობილი 90-იანი წლების რუსული პანკ-როკ ჯგუფი Sector Gaza-ს სიმღერა. Налил, поставил я пузырь, хотел обнять свою подругу, в ответ меня обнял упырь, раздался дикий вой в округе, один вампир шашлык схватил, стекает кровь с клыков гада, и сразу я пузырь допил, пиздец пришел, а мыться надо, раз пошел такая пьянка, расставляй простаканы, пьем мы кровь из стаканы. რაც შეეხება სიუჟეტს, ყველამ ვინც ოდნავ მაინც იცნობს ბატონი რიჩის მემკვიდრეობას, მშვენივრად იცის, რომ მისი მოყოლა უმატური საქმეა. შავკანიანთა უძრავი ქონება, შავკანიანთა ბუხალტერია, სხვადასხვა ნარკოტიკები, ბარები, სასმელი, შავი იუმორი, თეთრი ოლიგარქები, თეთრი როკ ვარსკვლავები. ყველანი ისინი მზად არიან ფილმში ცოცხლობდნენ, აჩქარებული ტემპით, რომელსაც კაი გვთავაზობს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კარიკატურული მოქმედებები ვერ მოხდებოდა მსახიობების წარმოუდგენლად ბრწყინვალე შესრულების გარეშე. რეჟისორმა ისინი უბრალოდ ამ როლების განსახიერებად აქცია. ყველა მსახიობი იდეალურად, ან თითქმის იდეალურად ასრულებს თავის როლს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩი, ბრწყინვალე მსახიობი მარკ სტრონგი. და ყველაზე მთავარი მუსიკა და კერძოდ როკი, რომელიც სასწაულად უხდება როკ-ენ-როლას ფილმს. როკ-ენ-როლას ბიუჯეტი დაახლოებით $18 მილიონი იყო, მსოფლიოს სალაროებში ოფიციალურმა შემოსავალმა დაახლოებით $27 მილიონი შეადგინა. ფილმმა კრიტიკოსების და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა კომერციულად საკმაოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. Oh, what? You got me another coffin? Goodbye, cruel world. Now, I know how much you like the art, Johnny boy, so I thought that'd look good on your wall. Someone's been telling you stories, Arch. Now that must have been expensive. As it happens, it did cost a very wealthy Russian an arm and a leg.